გამარჯობა. დღეს დავამუღამთ სკანდინავიურს ბევრი სხვადასხვა ვარიაციით. ყველაფერი გვეცოდება აბსოლუტურად. დავიწყეთ. წკაპ, წკაპ. არასწორად დავიწყე მე რობოტია. მოკლედ, ეს არის ჩემი დაწყება შავებით. ორმაგი წნეხი ამ ბაიკზე. ჩვენ განვიხილოთ აბსოლუტურად ყველა განვითარებას C3, C4 უпростоრად ეს აქ ყველაფერს განვიხილოთ სათითაოდ ჯერ თეორიის დონეზე და შემდეგ უშუალოდ გადავალთ დავათვალიერეთ იმას პარტიებს ბლიციდან და რაპიდიდან რა. ოკეი, დავიწყეთ. როდესაც ეცდებიან ხოლმე თეთრები ამის დაცვას, მე შამპანურს ხსნი, ეგრევე ვარღვევ. თუ სიტყვაზე არ იღებენ ამ ბაიკს, რა თქმა უნდა, მე ვიღებ ძალიან მარტივად. მაგრამ უფრო ძირითადად როგორც ასეთ იღებენ ამ ბაიკს. ჩვენ მივდივართ ეგრევე e-bikes, თეთრი კუს ადგილი არის აქ, შავი კუს ადგილი არის აქ, როგორც ასეთი უნდა დავიმახსოვროთ ლოკაციები. და თუ მაგალითად მეორე მხედარი გაათამაშეს, ჩვენ ეგრევე მივდივართ ბაიკს რა. ერთადერთი ადგილი აქ რჩება, იმას ამ ბაიკს არ ვაძლევთ, რა თქმა უნდა. რაღაც თუ ესეთი თამაში წავიდა, შეგვიძლია გავაგდოთ. ნუ მოკლედ პირველივე შეხედვიდან ჩანს, რომ შავებს რაღაც უკვე ერთგვარი უპირატესობა აქვთ. თითქოს და თეთრებს არაფერი დაუშავებიათ, მაგრამ ჩანს, რომ ეს შეიძლება მოკვდეს, ეს აქ დაყენდება, აქ რაღაცა როკი გაკეთდება, ეს ეტლი აქ წნეხი ამაზე, ნუ უკვე რაღაცა არის რა, ისე თუ ასეა, ხო? კი ბატონო, მოდი განვიხილოთ აი ეს სვლა, საკმაოდ ხშირია, ამ სვლაზე გვაქვს ეგრევე ესეთი რეაგირება. ესე იგი, თუ თეთრები აიღებენ, ხშირად იღებენ სხვათა შორის, ჩვენ გვაქვს უკვე აი ესეთი განვითარება, ორმაგი დარტყმა ემუქრება, მეფე ცენტრშია. შემდეგ იცავს ორმაგი დარტყმისგან და აქ არის კონკრეტიკა, არ არის სხვათა შორის მარტივი დებიუტი უშუალოდ როგორც ჩანს, აი ეს ეხა თითქოს მოგებული უნდა იყოს, მაგრამ ამის ადგილი უნდა დავიმახსოვროთ, შემდეგი სვლით არის აქ. რატო არის აქ ამის ადგილი ყოველთვის? იმიტომ რომ უმიზნებს C2 უჯრას, ხო? C2 უჯრას, შემდეგ თუ რამეა ხედარი მოვა აქ და აქედა შეუტევს რა, ეს ადგილი უნდა დავიმახსოვროთ, C2 არის საკმაოდ სისუსტე სკანდინავიურში. რა შობიან ხოლმე თეთრები, ეს ცდილობენ რაღაცნაირად ფიგურების განვითარებას, აქ როკი უკვე როკი, ესე თქვათ, ხო? არც ვიცი რა უნდა თქვას თეთრება, ეხლა, ნუ კაი სიტყვაზე. აი ეს რა ვიცი. ხო, მოკლედ იდეა რა არის? იდეა ის არის, რომ აქ შეიძლება მე ესე განვითარდეს შავი კუ, მეორე ეტლი დავაყენოთ, ეს გავცვალოთ. საკმაოდ დიდი პრობლემები აქვს უკვე თეთრებს, ნუ ეგრევე ჩანს რა. ნუ თუ ამას დაიწყებენ, ჩათვალე რომ მოგებული გვაქვს რა. კარგი, თუ სიტყვაზე არ აიღეს და ესე ითამაშეს, ხო? ნუ ჯერ გავქიშოთ, უფოსოდ გავქიშოთ. მე ესეთი რამე გავაკეთოთ. ხო, თუ აიღებენ, კიდევ ერთხელ. ოპ. ნუ ეგრევე ჩანს, რომ რაღაცა მოხდება აქ. ანუ პრობლემა არ გვაქვს დებიუტში რა. თუ ეს წარიმართება. მოდი უშუალოდ პარტიებში ვნახოთ რა მოხდა C4-ის შემთხვევაში. ეხლა განვიხილოთ მხოლოდ C4-ს რა. პარტიები არის როგორც ბლიცში, ასევე რაპიდში, სხვადასხვა დონის პარტიებია, ბანზებიც არის. მაგრამ ჩვენ თავარია დაწყება გვაინტერესებს, ხო? ჰოპ.
რა შვებით თუ არ გამოდის ხედარი, უბრალოდ ვავითარებთ, უბრალოდ ჩვენ გეგმას მიუყვებით ზეწოლა აი ამ ხაზზე უკვე არის გარკვეულწილად სუსტი პაიკი შექმნილი და ჩვენ აქ თუ ეტლს ავაყენებთ და რაღაცას ვიზავთ, ნუ უკვე მოგებული გვაქვს რა. ეხლა ესეთი გაცვლა მაწყობს ხოლმე თვალსაზრისით, რომ უკვე რაღაც ესეთი რაღაცა მოხდა. ხო, იმას წნეხი გავზარდეთ. ხო, ნუ ეხლა ეს უკვე არ გვაინტერესებს რა მოხდა და როგორ მოხდა. ეს საერთოდ არ არის საინტერესო. თავარია დაწყება, ხო? უნდა ვიცოდეთ როგორ ვალაგებთ ფიგურებს C4-ის შემთხვევაში. მოდი სხვა პარტიაც ვნახოთ. ყველაფერს განვიხილავთ. ოპ. აჰა. გავაკეთეთ. ხო, ნუ ეხლა შეხედე უბრალოდ რა ხდება, ხო? ერთი როქი მაკლია და თითქმის განვითარებას მოურჩი, ნუ ეხლა ესეც ხო და იმას პრობლემები აქვს, აი საკმაოდ ბევრი პრობლემები, ეს გაჭედილი, ეს ეტლები, მოკლედ ძალიან კაი დაწყება არის რა, მაგრამ ევასება. შემდეგი პარტიის დასაწყისი ვნახოთ. რა თქმა უნდა, ვიკიდებთ იმას, რომ ამ პაიკს აიღებს. დიდად არ გვაინტერესებს, როდესაც ცენტრში 4 ფიგურა ყავს, საერთოდ არ გვაინტერესებს მსგავსი რაღაცეები. ნუ ყოველ შემთხვევაში ისე თუ ასეა, რაღაცა შტაბ-შტილები შეგექმნა C4-ზე როგორ ვითარდება პარტიები. მოდი ესეც ნახოთ რა არის. ხო, ეს რაღაცნაირი სიახლე არის ვითომ. მაგრამ თითქოს და არც არის სიახლე რა, სისულელე აბსოლუტური. კიდევ ერთხელ ესე შევხედოთ. ბევრი გვაქვს საკმაოდ C4-ზე. C4 რატო გვინდა საკმაოდ ღრმად, იმიტომ რომ 100%-იანი ალბათობით, აი, ძალიან საინტერესო, აი ზუსტად რასაც იმეშვებოდი. ოი. შემდეგ ვაგრძელებთ მუშაობას. ბატონო, ვაგდებთ. ნუ ეხლა რაღაც აბსურდს მეთამაშება ეს ტიპი, არ გვაინტერესებს მოკლედ. კიდე ერთი და всё. კიდე ერთი განვიხილოთ შემდეგი სვლა. ხო, აი შეხედე თუ არის იმ ქიშის საშუალება რა, პარე მიეცი და უფასოდ განავითარე. თუ არ არის უფასო ქიშის საშუალება, ესე იგი აქ აყენებთ ხედარს რა. ხო, ნუ აქ უკვე სისუსტე აქვს და ეხა პარტია მორჩა თითქმის რა, მორჩა. კი ბატონო, კარგი. კი ბატონო, ეხლა გადავდივართ შემდეგზე. შემდეგზე D4C4. D4C4. That is self-analyze. D4C4. ესე იგი, ჩვენ გვინდა S. D4, ანუ ესე იმას ქენდა C. ესე თქვათ C4, ხო? კარგი, აქ არის რამდენიმე რაღაცა რა. ნუ ყოველ შემთხვევაში ამ დაწყებაზე მე ყოველთვის ბრუნდები უკან. არის რაღაცა ვარიაციები, სადაც მივდივართ იქით, მაგრამ აგეს ცალკე დავამოღმეთ. მოკლედ მე ბრუნდები აქ რა და აქ არის ძალიან მარტივი რაღაცა. თუ ეს ხედარი გამოდის, ხო? ჩვენ მოვდივართ ამ პაიკს და თუ ეს ხედარი გამოდის, ჩვენ მოვდივართ ამ პაიკს. აი ძალიან მარტივად რა. უფრო კონკრეტულად რო განვიხილოთ, ეხა ამას მე არ განვიხილო სერიოზულ ჭრილში, ხო? წკაპ.
თუ იღებს, რა თქმა უნდა, არა იღებს. ესე და აქ ვაყენებთ headers. ეს უნდა დავიმახსოვროთ, აქ ვაყენებთ headers. შემდეგ თუ მაგალითად ესე გამოდის, აქედან ვაწვევით, მოკლედ, აქედან ვაწვევით თუ ესე გამოდის. თუ მაგალითად აბსოლუტური სხვა რაღაცა გააკეთა და სიტყვაზე მეფეთი მოკლა, მაშინ რა თქმა უნდა უკვე აქედან მოვდივართ. ნუ ხე მეფეთი რატომ უნდა მოკლას ახლა თუ ნორმალურია, ხო? ყოველ შემთხვევაში თეთრები ხშირ შემთხვევაში არ უშვებენ აი ამ headers ისა კუს აქ და ესე თამაშობენ რა. და მაშინ ჩვენ გვაქვს გარკვეულწილად ესე თქოთ header-ების თამაში. ჩვენ გვაინტერესებს სიტყვაზე ეს. აქედან გვაქვს ეგრევე რაღაცა header-ების თამაში არის, აქედანაც სასამომავლოდ ეს თუ არ იქნება. ყოველ შემთხვევაში გადავხედოთ პარტიებს, მაგრამ რა თქმა უნდა ესე ძალიან სუსტები აკეთებენ. კარგი მოთამაშეები წინ მიდიან. აქაც ეგრევე ვარღვევთ. ვერ იღებს, რა თქმა უნდა, თუ არ უნდა პრობლემები. ამიტომაც მაქსიმალურად პრობლემებს გვიქმნის აი ამ წნეხით, ხო? ჩვენს ანალოგიურად ვქნით ამ პრობლემას ვაბავთ. ამაზე ყოველთვის წინ გავმივდივარ, მოკლედ, მაგრამ ეს არ ითვლება სწორედ, კომპიუტერი თვლის, რომ არ არის სწორი. ან რო კი არის ვითომ რაღაცა სწორი, ყოველ შემთხვევაში. ამას ვაგდებთ. ანუ იდეა რა არის? იდეა ის არის, რომ ესე ვთქვათ, სადღაც უნდა ავიღოთ ეს პაიკი. ეს არის დაბმული. ეს გამოდის აქ სავარაუდოდ. ეს ხედარი გამოდის აქ. შეიძლება რაღაცა ვარიანტებში ესეთი რამე გავაკეთოთ. არის დაშვებული, არ არის ეს პრობლემა. ყოველ შემთხვევაში და რაღაც ესეთ ვარიანტს თამაშობთ, რა ცუდი არ არის. მოდი გავიხილოთ თამაშები ამ ვარიანტში. ეხლა ეს პირატესი არ მახსოვს როგორ და რანაირად, მაგრამ აჰა, წამოვიდა. ეხლა აქედან, როგორც თქვით, ეს მოდის, იქიდან ეს მოდის, ანუ საპირისპირო. ხო, რაც საინტერესოა, მე როგორც მივხვდი, გამოდის აქ და არა აქ. ანუ ჩვენ ვუშვებთ ამას და რეალურად არ გვაინტერესებს ეს დაბმა რა. მე ხამან თავისით მოკლა რაც არ არის მიზანშეწონილი. ხო, ნუ უკვე კაი მომწონს მოკლედ ეს პოზიცია რა, უკვე რაღაცა ხდება რა. კი ბატონო, მოდი შემდეგი ვნახოთ. ეხა ეს არის, მე მგონი, ცოტა სხვა ვერსია არის. ჩვენ იმენა სუფთა C4 გვინდა. ესე გამოდის. კი ბატონო, ბრიდოთ. აჰა, ეხლა რაზეც ვისაუბრეთ. ორმაგი დარტყმა. იმიტომ რომ გრძელი როფი გვინდა და ბარემ რენტგენზე შევსვათ. ხო, ნუ უკვე ცხადი იყო რა. რაღაცა მოვიდოდა ამ ტიპს რა. აჰა, კი ბატონო, ეს ვიცით. ხო, აქ პაიქს კლავთ. ზუსტად არ ვიცი, შეიძლება არ არის სწორი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არის ეგ იდეა.
ამ პაიკის მოპრის. კი ბატონო, იმიტომ არის, რომ იხსნება ხაზი. რავი, ძალიან კარგი პოზიცია გვაქვს. უზომოდ კარგი. კარგი, 1 C4 და გადავიდეთ შემდეგ შემდეგ ეს გადაფარება არა. ხო, ამ ხედრის გამოსვლა აქეთ იმას ნიშნავს, რომ გადაფარება არ უნდა ქონდეს აქედან. ხო, ნუ რა ვიცი, ხედრების ცეკვა არის რა, რასაც ქვია რა. კარგი, C4 ვნახეთ, C4 ვნახეთ. C4 ვნახოთ, ეხლა ვნახოთ BC4, ანუ bishop C4. ხო, აი ესე მოდიან ხოლმე რა. ანუ ეხლა ამ კონკრეტულ ვითარებაში, როდესაც წყნარად ვალაგებთ სხვანაირი სტრუქტურით, ჩვენ ვალაგებთ ეს მეორე სვლა ყოველთვის გამოდის F5-ზე, კუ, შემდეგ get out, შემდეგ შავი კუ გამოდის აქეთ, ეს როკი, ეს არის ჩვენი გეგმა ამ კონკრეტულ ვითარებაში ყოველთვის. არაფერს არ ვიღებთ, კომპიუტერი აჩვენებს, რომ აღება საჭირო არის, მაგრამ ეს პაიკები არ მომწონს, მე რა ესეთი სერიოზული და ბარემ თვითონ აიღოს. ეს უნდა დავიმახსოვროთ, ეს Q აქ გამოდის, შემდეგ მე ამას ვუკეთებთ ფორტოჩკას, ეს წკაპ, ეს ესე რაღაცნაირად, წკაპ, ეტლი აქეთ. ეს არის ჩვენი დაწყება. ხო, რა თქმა უნდა, არ გვაწყობს, ჩვენ თვითონ არ ვარტყავთ. თუ დაგვარტყავენ ამ პაიკით ავიღებთ. აქ აუცილებლად პაიკით არის აღება საჭირო, რომ ტემპში არ მოვყვეთ მერე. ძალიან შვიდი წყნარი თამაში, ამის C5-ის იდეა ყოველთვის არსებობს. ნუ რაღაცა თამაში არის მოკლედ. ხო, ნუ ეხა ვის აქვს უკეთესი, აი უბრალოდ მითხარი, ვის აქვს უკეთესი. უკვე ლამის მოვედი რა. ხო, რაღაცნაირი თამაში ვერ წავაგებ რა, ძალიან უნდა მოინდომე ხა ეს პოზიცია რა წავაგო რა. კი ბატონო, C4. მხედარი F3 C4 შემდეგი ვერსია. ხო, ეს რაც დავამუღამეთ. ეს რატო აჩვენებს ამას? ეს საერთოდ სხვა რაღაცა არის. ეს არის მოკლედ, როდესაც მივდივართ უკვე ესეთ მოკლედ რა, ეს ცოტა ისეთი ვარიანტია რა. საკმაოდ სახიფათო, მაგრამ თუ ხარ რაღაც ისეთი შეტევის განწყობაზე, მაშინ ესე უნდა წახვიდე რა. აქ იდეა რა არის? იდეა არის ძალიან მარტივი. ეს ამას, ეს წკაპ, როკი, ან შეიძლება даже გრძელში წავიდეთ. ყოველ შემთხვევაში ყოველთვის ჯერ ვალავთ მეფეს და მერე ვიწყებთ საუბარ მოქმედებას რა. ხო, აქ ძალიან მნიშვნელოვანია ამით მოკლა და შემდეგ ეს არის თუ დარტყმის ქვეშ რაღაცა აბსურდი ხდება, ეხლა ცოტა ბანზი პარტია არის, ბლიცი იყო, მაგრამ ზოგადად ხო არის ეგ დაწყება. ხო, აქაც წავედი მაგ ვარიანტზე. ბატონო, რაღაცნაირად ჩაკეტა. ეხლა აქ უკვე ეს კიდია საუბრობთ. კარგი. კაი, გავაგრძელოთ. მოდი ეხლა განვიხილოთ, როდესაც Q გამოდის BD3-ზე. D3-ზე უბრალოდ. ხო, ეს არის მოკლედ ვარიანტი, რომელიც არ მიყვარს, ვერ ვიტან მაგას, აქ ვიწევს აღება ამ ვარიანტში. პაიკის მოსვლა. აქ არის მოკლედ ეს არის პირველი ხაზი, მაგრამ რეალურად მთელი ცხოვრება
ვთამაშობ აი ამას წკაფ ჯერ წყნარად და მე შეტევას, მაგრამ ეხლა 9-ჯერ გავაანალიზე და ეს არის პირველი ხაზი და რეალურად დიდად ვერ ხვდები რატო არის პირველი ხაზი რა, ანუ ეხლა რაღაცა თემები არის ეს მაგალითად. ხო, არის რაღაცები, რაც ცოტა დისკომფორტს იწვევს რა. ჩემში. მაგრამ ასე თქვა პირველი ხაზიდან ვითამაშე რა. ხო, ეს მხედარი ყოველთვის მიდის აქ, იქ არსად არ მივდივართ. მათ შორის თუ პაიკი არ არის გამოწვეული, მაშინაც არ მივდივართ. მენდე ამ პაიკს ვიღებთ, მოკლედ. ჯერჯერობით ვიცავთ, ხო? ჯერჯერობით ვიცავთ. უკვე 3 დაცვა გვაქვს. მეოთხე ჩავრთეთ. აქ ესე რაღაცა, ანუ всё გაიჭედა ტიპი რა, ანუ ეს პაი ესეც რო არ იყოს, არაფერი, ну, მოკლედ იდეები გაუთავდა, აბსოლუტური კრახი რა, საქართველია თან ვიღაცა ბლიც მეთამაშება და გავწიეთ. რაღაცა კაი პარტია იყო რა, ხარისხიანი. ოკეი. განვიხილოთ კიდე ეგ, იმიტომ რომ საკმაოდ რთული ვარიანტები არის. ანუ ესე იგი მხედარი აგამოა, აი აგამოა ნიშნულობა არ აქვს, ამიტომაც ერთ ვარიანტში ჩავწერე. მთავარია აი ეს გამოდის აქ რა, ეგრევე უნდა გაცვალო რა. ესე იგი თუ გამოდის აქ, ვცვლით, თუ გამოდის აქ, კეტავთ. აი ესეთი წესები არის რა. ხო. ესეთი წესებია. ხო რა, რაღაც ესეთი ვარიანტია. დიდად არ მევასება რა. მაგრამ უნდა ვიცოდეთ BD3. C4 გავარკვიეთ. კარგი. შემდეგ განვიხილოთ Bishop D4. ეს D3 ხო იყო? ეხლა D4. უკვე განვიხილეთ ეგ. კარგად უნდა გვესმოდეს ამის სხვაობა. სხვათა შორის ეს ლო არსებობს რა, ანუ რაღაცნაირ ჯაჭვს ანგრევ, თან ეხლა იმას ასუსტებ ამ წერტილს. რაღაც ესე თამაში მიდის რა. თავარია დაწყება, აი ეგ არის თავარი აზრი რა. თუ რატო სხედვართ ამდეხას. წკაფ ჩავკეტეთ. всё, ეს უნდა ვიცოდეთ, ეს დაყენება. და მორჩა. მე შენითაც მოუგებ რა. კარგი, ეს რა არის დეც? ეს განვიხილეთ. ხო, ესეც უკვე დავამოამეთ, ეგ ვიცით, უკვე ვიცით. მოდი ახლა Bishop B5 ვნახოთ. აი აქ მაქვს ესეთი ფაილი აქ. და ეს არის სულები და შემდეგ შოუ პარტიების ლინკები რა. მოვამზადეთ ინასტარ დაწყებები რომ კარგად განვიხილოთ. ხო, ეს სულაც არსებობს, აქ არაფერი განსაკუთრებული. სიტყვაზე თუ მოკლოს ჩვენ დედოფლით ვიღებთ, ამაზე ნუ ეხლა ესე შვებით, ჩვენ უკვე ვიცით რატომაც, ხო? თუ ეს ეკნა ესე, ხო? ესე შვებით. ანუ ერთ-ეგივეს ვაკეთებთ, უნდა ვიცოდეთ როდის და რანაირად რა. აქ ძელით შეიძლება მოკლედ მაგას განვიხილოთ კიდე. ხო, ახლა მივუბრუნდეთ ამ პარტიას. ხო, ეხლა შეხედე ჩვენ კი გვაქვს ეს სვლა, მაგრამ რაღაცნაირად არ მომწონს რა, არ მომწონს ეს სვლა. რაღაცნაირად ასუსტებს, თითქოს ჩვენი სტილი არ არის ეხლა. აქ არ არის ჩვენი
ჭყუს ადგილი ვაყენებთ რაღაცა ტემპით შეგვიძლია ამ შემთხვევაში. ყოველ შემთხვევაში მე როგორც მახსოვს ეს სულ უკეთესია კომპიუტერით რა, მაინც რომ დაუბრუნდეთ ჩვენ სქემებს. მაგრამ რაღაცნაირად ესე გადავწყვიტე, მაინც არ მოვედი რა. ესე და სო უკვე დავიწყეთ რა ჩვენი თამაში რა რაც არის. კი ბატონო, მოდი ვნახოთ ხედრები. ერთი მხედარი, მეორე მხედარი. всё, იგივეს ვაკეთებთ. ჯერ უკვე ვიცით. აქ უკვე ვიცით რას შვებით. ეს უკვე გასაგებია რა, რასაც შვებით. კიდე რები აქვს, აქ არის, ესე თქვათ, other. ესე იგი ისეთი ტიპია, ვაფშე რო არ მინახავს. აჰა, ესე პაიკით. რა აბსურდი არის. კიდე ერთი განვიხილოთ, მოკლედ, ყველაზე რთული ალბათ, ყველაზე რთული ბოლოსთვის შევინახეთ. ყველაზე უსიამოვნო, მართლაც უსიამოვნო, როდესაც მიდიან ეხუთს რა, იმაგას ვერ ვიტან რა. ესე იგი, ეგრევე გამოდის, აქ ეგრევე ვარღვევთ. აქ იდეა რა არის, ხა ეს კი ითამაშა ესე, მაგრამ რო რამე სიტყვაზე აი ესე ითამაშა, ესედი აქ არის მაგ ერთი ხაფანგი რა, მაგრამ აი სიტყვაზე არა როგორ ვქნათ იცი? ესე აი მადი ესე არა ხო ესე მე უცბოთ კლავ ამას ვერატა სულ სკაპ ეს რა თქმა უნდა ინერციით ვრიდავს ეხლა ამაზე ეს ხაფანგი მაქვს რა ნუ ეხლა დებილებისთვის ცოტა ცალტვინებისთვის არის მაგრამ როგორც ასეთი აქ რა იდეები არის აქ არის იდეები ის რომ ეგრევე უნდა მივაწვეთ აი ამას ეგრევე რო რამე უნდა ავიღოთ უბრალოდ ჯერ არა ალბათ რა შვებიან თეთრები ესე მოდი ესე ვქნათ ესე ხო აქ არის რა აქ არის ის იდეა რომ მხედარი შეიძლება გამოვიდეს აი აქ ეს ჩავიდეს ქვემოთ აქ ესე არის ესეთი იდეა ეს გაიცვლება და შემდეგ ამას ვაკეთებ წნეხს. ყოველ შემთხვევაში მაგარი უსიამოვნო არის ყველა რა და ვერ ვიტყვი რომ აი რაღაცა ძალიან კარგი თამაშობ აი ამ დაწყებას რა. მაგარი ბოზოვა არის. იმიტომ ჩაკეტილი თამაში არის რა და ეხა ძნელია ამ ჩაკეტილი თამაშის. რაღაცა ესეთი თამაში არის რა, უცნაური რა, ვაფშე რა ხდება, ვერ გაიგებ. კი ბატონო, მოკლედ რა დაგვრჩა კიდე? C4 დაგვრჩა, ეს რა არის? NFC4. პრინციპში თითქმის ყველაფერი განვიხილეთ ისე თუ ასეა. მინდა რომ ითამაშო აი ამ განლაგებით. და მე განვიხილოთ კიდე რა. მოკლედ მადლობა და sorry აბდაუბდა ლაპარაკისთვის, მაგრამ მინდა და ასე თქვათ რაც ვიცი, შეიძლება ცუდი მოსწავლებელი ვარ და რაღაცა, მაგრამ რაც ვიცი გადმოვეცი რა. აბა good luck.